რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ჯანმრთელობაზე და რა უნდა გავითვალისწინოთ მაღალი ტემპერატურის პირობებში. ამჯერად თემაზე საუბარს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სპეციალისტთან ზაზა წერეთელთან ერთად გავაგრძელებთ, რომელიც პირდაპირ ხაზზე გვერდდება. დილო მშვიდობისა ბატონ ზაზა, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ამით მინდა რომ დავიწყოთ თქვენთან საუბარი, რა გავლენას ახდენს ზოგადად კლიმატის ცვლილება ადამიანის ჯანმრთელობაზე. მოგესალმებით ათია, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს და დიდი მადლობა მოწვევისათვის. კი, ეს ტემპერატურის ცვლილება, მაღალი ტემპერატურა დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ აქ უნდა ითქვას, რომ ყველაზე ცნობილი რაც იციან ხოლმე ეს არის სითბური დარტყმა, მაგრამ უნდა აღნიშნოს, რომ მთავარი პრობლემა რაც ახასიათებს, რაც ხდება ტემპერატურის მომატებისთვის, ეს არის იმ ქრონიკული დაავადების გამწვავება, რომელიც მოსახლეობას აქვს და შესაბამისად, ამიტომაც ამ ტემპერატურის მატებას ზოგჯერ შუმ კვლევასაც კი უწოდებენ, იმიტომ რომ ხოლო სტატისტიკის შესწავლის შემდეგ ხდება იმის გარკვევა, რომ თურმე ეს ავადობის გაზდა თუ სიკვდილიანობის გაზდა გამოიწვია ტემპერატურის მატებამ და ამიტომ ეს ძალიან ტემპერატურის მატებაზეა საუბარი თუ სხვა ტიპის ცვლილებები, მათ შორის როცა ზაფხული შეიძლება არ გავდეს ზაფხულში ჩვენ შემთხვევაში, ესეც ახდენს გარკვეულ გავლენას ადამიანების ჯანმრთელობაზე. ესაც ახდენს, მაგრამ აი ამ მომენტისათვის ხო ერთ-ერთი ყველაზე ესეთი პრობლემული მთელ მსოფლიოში ეს არის სწორედ ტემპერატურული მატება, იმიტომ რომ ბევრი კვლევები ჩატარდა ბოლო დროის განმავლობაში, რამაც გამოავლინა, რომ ასეთი ცხელი დღეებისა და განსაკუთრებით ცხელი ღამეების რაოდენობა ძალიან გაიზარდა და ეს ქმნის ამას ქვია გაწოდებული სითბური სტრესი ქვია, რაც გამოიხატება იმაში, რომ უბრალოდ გარემო პირობები არ უქმნის საშუალებას ადამიანის ორგანიზმს, რომ ამ მაღალ ტემპერატურასთან ნორმალურად ითანამშრომლოს, იცხოვროს და შესაბამისად სტრესული მდგომარეობა იზრდება და ეხლა ხან გამოქვეყნდა კიდეც კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მაგალითად 1970 წელთან შედარებით 2024 წელში 50 დღით გაიზარდა, 50 დღით მეტი გახდა ასეთი სტრესული დღეები. განსაკუთრებით ეს საშიში არის, როდესაც ღამეები ძალიან ცხელი, იმიტომ რომ ღამის განმავლობაში ადამიანის ორგანიზმი ცდილობს აღიდგინოს თავისი ძალები და როდესაც ტემპერატურა არ ვარდება და ისეთი მაღალია, როგორც ეს არის დღის განმავლობაში, შესაბამისად ეს დამატებითი დატვირთვა სხეულისათვის, განსაკუთრებით ეს არის ასაკობრივი ადამიანებისათვის და იმ ადამიანებს, რომელსაც ქრონიკული დაავადებები აქვს და ამიტომ ეს ძალიან რისკ ჯგუფში არიან ბავშვები, ხანდაზმული ადამიანები და ასე შემდეგ ქრონიკული დაავადებების. აქ უბრალოდ პატრონ მექანიზმს გეტყვით თუ ამის საშუალება გვაქვს. საქმე რაშია იცით, რომ ადამიანის ორგანიზმში ხომ მიმდინარეობს მეტაბოლური პროცესები და იქ თავისთავად არის სითბო. როდესაც ეს სითბო არის ადამიანის ორგანიზმში ეს სიზარღვები, რომლებიც კანთან არის განლაგებული, ისინი ფართოვდება, რომ ეს სითბო გარეთ გამოიყოს ამ ჰაერთან შეხებასთან, სივრცეულთან შეხებასთან და ასე შემდეგ, რომ ეს არ გადახურდეს ორგანიზმი და როდესაც გარემო ტემპერატურაც მაღალია, ხომ ხვდებით შესაბამისად ამის გაკეთებაც ძნელდება. ერთადერთი საშუალება არის, რომ ოფლის საშუალებით გამოიყოს, მაგრამ როდესაც ეს ხდება, სისხლძარღვები ძალიან ფართოვდება შესაბამისად და მეტი სისხლი მიდის კანისაკენ, აქ ეხლა გული იწყებს ძალიან სწრაფ მუშაობას, იმიტომ რომ წნევა არ დაეცეს და სისხლი მიაწოდოს სხვა ორგანოებსაც და სწორედ ეს არის შემდეგ პრობლემა, განსაკუთრებით მოხუცეებში, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც გულსისხლძარღვთა დაავადებები აქვს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში რთულდება გულის მუშაობა და შეიძლება ამან გამოიწვიოს ისეთი გარკვევები, როგორც არის ინფარქტი, თრომბოზი და ასე შემდეგ. აი ეს არის პრობლემა ასეთ მაღალ ტემპერატურასთან და მეორე საქმე კიდევ იმაში არის, თქვენი წინა გამოსვლას დავეთანხმები, რომ გარდა ურბანულ დაგეგმარებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ საქმე იმაშია, რომ ეხლა ძალიან გავრცელდა და ყველასთვის ცნობა არსებობს ეგრეთ წოდებული ურბანული სითბოს კუნძულები წარმოიქმნება. ეს რაში გამოიხატება, იცით? გამოიხატება იმაში, რომ ქალაქებში ამ ტემპერატურას, რომელიც მაღალი ტემპერატურა დაემატა ის, რომ იმის გამო რომ გვაქვს ძალიან ბევრი მაღალი შენობა, რომლებიც ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის განლაგებული. იმის გამო რომ არ გვაქვს მწვანე საფარი, იმის გამო რომ მიავდება ეს ტერიტორიები ძირითადად თბილისსაც აქვს ზოგადად ეს პრობლემა, არა მხოლოდ უბნებს, არამედ მთელს ქალაქს, მე მგონი არსებული განაშენიანების პროცესი. კი და ეს რას იწვევს, იცით, რომ ტემპერატურა არის, იმ გარემო ტემპერატურას კიდევ იქ ხომ არის ასფალტი, იქ არის შენობები, იქ არის მინები, ისინი ყველანი შთანთქავენ ამ სითბოს და საღამოს განმავლობაში ეს სითბო გარეთ უნდა გამოიყოს, მაგრამ იმის გამო რომ ჩაკეტილი სივრცეა, იმის გამო რომ ჰაერი არ ნიავდება, იმის გამო რომ უამრავი მანქანა, რომელსაც თავისი გამონდაბოქვა, თავის ტემპერატურა
ეს ტემპერატურა დაახლოებით 7 გრადუსით უფრო მაღალია ვიდრე იმ ადგილებში, სადაც თქვათ განიავება იქნება. ეს ყველაფერი მოქმედებს მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, თუ მათ შორის ფსიქიკურზე, შრომის უნარიანობაზე და ასე შემდეგ. თუ არსებობს რაიმე კვლევები ამ ნაწილშიც საინტერესოა. კი, ეს ძალიან მოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც, იმიტომ რომ ნახეთ ერთ-ერთი დიდი პრობლემაა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომელსაც ისედაც აწუხებს ეს, რადგანაც ადამიანი არის სტრესულ მდგომარეობაში. ეხლა უყურეთ, ეს სტრესული მდგომარეობა თელ დღის განმავლობაში თქვა ხარ სიცხეში, მუშაობა და ასე შემდეგ. შემდეგ საღამოს გინდა დასვენება, გინდა რომ განეპიუთო და საღამოსაც იგივე პირობებში ხვდები. შესაბამისად ეს იწვევს ადამიანის გაღიზიანებას, იწვევს შფოთვებს, იწვევს ამ გაღიზიანების მომატებას და ეს ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და ამაზე უამრავი კვლევები არსებობს და საინტერესო ისაა ეს რომ აქ კიდევ ერთი მომენტია ხალხსაცმელი თათია რომ ეს ამ ადამიანებში შედის ის ადამიანებს რომლებიც ჯანდაცვის სისტემაში მუშაობენ ხო ესენი ექიმები და ექნები და განსაკუთრებით როდესაც ასეთი სიტუაცია და იზრდება მომართვიანობის რაოდენობა როდესაც უფრო მეტი გამოძახება როდესაც უფრო მეტი ადამიანი ხდება სამავთყოფოებში თუ ჰოსპიტალებში ხო შესაბამისად ეს დაატვირთვაც ამ ექიმებზე და ექნებზე იზრდება და ამ სტრესული მდგომარეობა მათიც მატულობს და ეს ყველაფერი ერთად ჯამურად ქმნის იმ პრობლემურ სიტუაციას რასაც ეს ბატონ ზაზა რას ურჩევდით მოქალაქეებს რომლებიც ღია სივრცეში მუშაობენ მათ შორის ზაფხულის განმავლობაში ესეც საკმაოდ მოწყვლადი კატეგორიაა შეიძლება ითქვას კი აქ ისეთ რა იმ დამსაქმებლებმაც უნდა მიიღონ ეს მხედველობაში რომ არის მაღალი ტემპერატურა და ალბათ დამსაქმებლებმაც უნდა შეუქმნან ისეთი პირობები მოსახლეობას რომლებიც ღია სივრცეში მუშაობს რომ თავი დაიცვა მაღალი ტემპერატურისგან შეიძლება შეიქმნას სპეციალური საათების შეარჩიან ისეთი სამუშაო რომ როდესაც მაღალი განსაკუთრებით შუადღის განმავლობაში შუადღეს არ მოსახლეობა ეს მუშა ხელი არ იყოს მზეზე დიდი ხნის განმავლობაში და გქონდეს საშუალება თქვა ჭრილში გადავიდეს აუცილებელია წყლის მიღება მაშინაც კი როდესაც თქვა წყლის დალევა არ გინდათ ეს აუცილებელია იმიტომ რომ ადამიანის ორგანიზმი მაღალი ტემპერატურის დროს გაუწყლება ძალიან დიდია ხოლო გაუწყლება იწვევს იმას რომ შეიძლება სისხლში მოცულობა შემცირდეს და არ მიეწოდოს საუჭირო რაოდენობით სისხლის სხვა ორგანოებს ამიტომაც რადგან ევროპაში საქმიანობ და ცხოვრობ ბევრი წელია მინდა რომ ვკითხოთ სახელმწიფოების დონეზე როგორ იქცევიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები თუ ბიზნესის წარმომადგენლები რას სთავაზობენ მოქალაქეებს ასეთი სიცხეების პირობებში რა არის ადაპტირებული და რა იქნება რეკომენდაცია საქართველოსთვის კი ნუ რეკომენდაცია იქნება ის რომ არ ჩავთვალოთ რომ ეს მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის და რა ქვია აუცილებლობა რომ მხოლოდ ჯანდაცვის სისტემა იყოს ამისთვის მზად და მუშაობდეს არა ეს მუნიციპალიტეტი ეს ქალაქი ეს სახელმწიფოს ამოცანა არის რომ ასეთი პირობებში იყოს კომპლექსური მიდგომა და ეს კომპლექსური მიდგომა მდგომარეობს იმას რომ მაგალითად იქნება სპეციალური ადგილები სადაც მოსახლეობას ურიგდება წყალი იქნება სპეციალური ადგილები სადაც გაგრილება შეიძლება რაც უფრო შეიძლება მეტი მწვანე და ნარგავები და ჭრილოვანი ადგილები იქნება იმისათვის რომ მოსახლეობა კონდეს საშუალება და განსაკუთრებით აუცილებელი აღნიშნოს სოციალური სამსახურის მუშაობა იმიტომ რომ ისინი იწყებენ მუშაობას მარტოხელ ადამიანებთან იმ ადამიანებთან ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები რომ ისინი მეთვალყურეობის ქვეშ იყოს იმიტომ რომ როდესაც ადამიანი მარტოხელაა თქვა ხო და მასთან კონტაქტი არ არის ასეთი პირობების დროს შეიძლება ის მდგომარეობა გართულდეს და მის ირგვლივ არავინ არ იყოს ამიტომ სოციალური სამსახურის როლი ძალიან დიდია ისინი ყოველდღიურად თქვა ტელეფონის საშუალებით თუ მისვლით და აკონტროლებენ ასეთ ადამიანებს ასწვიან მათ ინფორმაციას და შესაბამისად ეს არის თელი სისტემა რომელიც მიმართულია იმისათვის რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ადამიანს და ისინი მუდმივი კონტროლის და მონიტორინგის ქვეშ ყოფილიყო ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზაზა თქვენი დროისთვის და პასუხებისთვის ზაზა წერეთელს უსმენდეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სპეციალისტს რომელიც საქმე დილის ეთერში გვერდდებოდა